ასტანაში. გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში, ნუ მეკარებს არ გულისხმობ. გრძელი გადაცემა თომაშვილის აქ საფრთხე ეპიზოდია. დარტყმა, რიკოშეტი და გადარჩა დინამო გაშვებულ გოლს. ისე გვალია ხა. ზე კვარაცხელიას გაექცა შესანიშნავად შემოდრიალდა. ეს აქ სამფეხბურთელზე სივალე გოლიძე ძალიან კარგი გადაცემა იყო. კიდევ ერთი ეპიზოდი შეიქმნა გლორიას ხართან. მარცხნივ გადაცემა დაკო გლიშირჩია ჩააწოდა საჯარი მოედანში და სამწიფატო მომენტი რევიშულმა გადაარჩინა გორელები. ისევ დოლიძე ისნება ცენტრალურ თავდაცვის პოზიციაზე. აჯობა კიდევ ერთხელ უსტარის სამწიფატო მომენტი დარტყმა 1-0. კიდევ ერთი ძალიან კარგი კომბინაცია. გოლთა შესრულები და გრიგოლ დოლიძის გოლი. მატჩის მე-16 წუთზე გორის დილახს მისამ შეხვედრაში ანგარიშს. მეორედ გააკეთეს ესეთი რამე გორელებმა, როდესაც დოლიძემ შეიწია ცენტრალურ პოზიციაზე და აჯობაი დამჯერად უკვე უსტარიც. ნახეთ, აბსოლუტურად გამოთიშა მომენტიდან თუ შეიძლება ასე ითქვას დოლიძემ დინამოს მე-4 ნომერი ჯერ კორპუსი დააყენა ძალიან კარგად. მერე უსტარიცმა დაკარგა ზონასწორობა, დოლიძე დარჩა 1-1-ში თამაშობს 3 მცველით. ფლანგებზე ღონღაძე ძალიან კარგია, ერთ-ერთი ფლანგერი გლიშირჩი იქ ნახოთ რა გადაწყვეტილება არის მიღებული. კარიდან დარტყმა. ჭირდება გამეორება იმისთვის რომ დავრწმუნდეთ გვანცელაძის გადაწყვეტილების მართებულობაში. არის კონტაქტი იყო გლიშირჩსა და ღონღაძეს შორის. ორივე ცდილობდა აი კიდევ ერთხელ ხა ეს ეპიზოდი. ნუ აქ ამ რაკურსით ჩანს რომ პენალტი იყო. შეტევაში არიან ამასობაში დინამოელები დარტყმა და 1-1. ელემენტარული შეცდომა დასვაში ჯაბადვალი გატანილი გოლის ავტორი თამაშგარეს ითხოვენ იქ გორელები და ამ ეპიზოდის გამეორება გჭირდება ვინაიდან მეც მომეჩვენა რომ გვალი იყო თამაშგარეს მდგომარეობაში. მარჯვნივ გადაცემა შისკო შედის საჯარიმო მოედანში, აკეთებს პასს დვალზე, რომელიც არის აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ დატოვებული. სხვა რა საჯარიმო მოედნის სადგომებთან, აი ხა მერბაშულმა ვეღარ მოახერხა ბურთის ხელიანა დამუშავება, რამაც გამოიწვია ეს ძალიან საფრთხე დამუშავება. დოლიძე და ილურიძე არიან, შეტევაში 2-2-ზე არიან. ეხლა დოლიძე გადაცემა ილურიძეზე თუ მიუსწრებს, მიუსწრო დარტყმა. გადარჩა დინამო გაშვებულ გოლს. ისიერი ელვისებური კონტრშეტევა გორის დილასი გრიგოლ დოლიძესა და გიორგი ილურიძის შესრულებით, რომელიც დამთავრდა. ზუსტი გადაცემა იქნება გაკეთებული. ცოტა ტემპი დავარდა ამ შეტევის, ელგუჟა გრიგალაშვილი არის. ახლა ბურთთან ჩააწოდა საჯარი მოედანში სახიფათო მომენტი, დვალი ბურთს ვერ შეწვდა და გადარჩნენ ახლა გორელები და თამაშგარე მდგომარეობაც იყო. აბსოლუტურად ტაქტიკური მონახაზები, როგორც ერთი ისე მეორე გუნდისა, გორის დილას 3 ცენტრალური მცველი თამაშობს ფლანგებზე ღონღაძე და დვალი ახლა საჯარი მოედის სირახასთან არ შეხებია რევილიშვილი ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი გორელებმა. ნახოთ მომენტი განმეორებით. არ ვიცი, აქ პენალტია. მეტი რა შეიძლება რომ საჯარიმოში გურული გვალია აწვდის კიდევ ერთი მაღალი პასი. დარტყმა! არ გამოუვიდათ ახლა საბოლოო დარტყმის განხორციელება. კვახაძე იყო ჩართული შეტევაში, გორელთა კაპიტანი. ლებს რევიშულმა ყვითელი ბარათი მიიღო მაშინ როდესაც საჯს ეკამათებოდა გოლთან დაკავშირებით. ავალდაშვილმა კი მის გამო აქ საფრთხე მომენტი ჯარიმა. აქ შეიქმნება ჩააწოდა ავალდაშვილმა და აშკარად ირღვევა თამაშის წესები გიორგი ლორიასთან ერთად. ოთარ ხიზანეიშვილი გვალია კარგი რბილი გადაცემა, ძალიან კარგი ეპიზოდი. გვალია დოლიძის დუეტი. ლაშა გვალიას გადაცემა და არც
სამ მატჩში მონაწილეობას. ასე რომ კიდევ უფრო მეტად მოდებაზე ტრამვირებულია, ასე რომ კიდევ უფრო მეტად არის შეზღუდული დევდარიანი არჩევანში. აქ სახიფათო მომენტი დარტყმა. გადარჩნენ გორელები, მერებს ტემპი მატჩის ბოლოსკენ. ილურიძე არის გუნდით შემოტრიალდა. დოლიძე კარგი გადაწყვეტილება მიიღო დოლიძემ, რასთავარია გადაცემა გავიდა, ილურიძე პასი, გვალია ვერ შეწყდა დავით ბურთს. შეიძლება გორელებს გამოვიდეთ, გურული არის საჯარიმოების წინახასთან, მაგრამ დაკარგა საბოლოო ჯამში გოლთან მე-6 ნომერმა. სწრაფი კონტრიერში დინამოს შესრულები, დორინ გოგა ძალიან სახიფათოა. დაარტყა კარში რუმინელმა, ბრძოლაში მართალია, მაგრამ მაინც მოახერხა კარში დარტყმა, ყოჩაკი ცენტრში ითამაშა დორინ გოგამ. მე-11 ნომრით გვალია გაისწორებს, გასარტყმელად გაისწორა, მე მგონი დაარტყა, სახიფათო მომენტი, გადარჩა დინამო. ლაშა გვალიას დარტყმის შემდეგ კარის ზედაწელვა. რამდენად მოასწრებს თამაში ჩარკვას არ ვიცი, ვინაიდან 97 წუთი იწურება უკვე. გორელიშვილი გაბაშვილისგან მიიღო გადაცემა, დაარტყა კარში, ახლო დაარტყა მიხეილ გორელიშვილმა. ჩააბრუნა ბურთი ოთორხიზანეიშვილმა მეტოქის საჯარიმო მოედანში, გორელიშვილი გაგრძელდა გორელთა იერიში, ეს პასი ზუსტი აღარ იყო, თუმცა ბოლომდე იბრძვიან გორელები. ბოლქვაძე დარტყმა, ლორია იგერიებს, დამატებაზეა გორელიშვილი გაგრძელდა გორელთა იერიში. კიდევ ერთი პასი გამოიტანეს თვითონ. კვირკველია, ხმალაძე, ელგუჯა კრიგალაშვილი, დარტყმა შეიძლება. ჯერჯერობით ვერ დაარტყეს კარში თბილისელებმა, აი ახლა დაარტყა, ვუომ დაარტყა საკმაოდ სახიფათო, მოჭრილი ტექნიკური და დილა ბოლო შეტევის განხორციელებას არა ვერ მოასწრებს, გვანსალაძე მატჩი დაამთავრა 1-1 და როგორც რამდენიმე წუთის წინ თქვი, დინამომ ქულა მოიპოვა, გორის დილამ კი 2 ქულა დაკარგა. ასეთი შეფასება შეიძლება გაუკეთდეს ამ შეხვედრას, ძალიან კარგი თამაში ვიხილეთ. ძალიან საინტერესო და იმედი დავიტოვოთ, რომ იქნება უხვად ესეთი მატჩები საქართველოს ამ ჩემპიონატშიც და მომდევნო ჩემპიონატებშიც. ორივე გუნდს მინდა უსურვო წარმატებული ასპარეზობა 22 რიცხვში, გორის დილას ვენაში რაპიდის წინააღმდეგ, ხოლო დინამოს კი თბილისში ტოტენჰემის წინააღმდეგ. ეს კი გადანილი გოლების სკოლაში თქვენს ეკრანებზე. ეს არის პირველი ბურთი, რომელიც გავიდა ამ მატჩში გრიგოლ დოლიძემ. 3 გოლია გორელებს მიმდინარე ჩემპიონატში გადანილი და 3 დოლიძის ანგარიშზეა. ეს კი ეპიზოდი, როდესაც ჯაბადვალმა წონასწორობა აღადგინა. ეპიზოდი, რომელიც საკამათოდ დარჩა. მე ვრჩები ისევ ჩემ აზრზე, რომ აქ შეიძლებოდა